Oi, Jamat. ეპექტასისიო YouTube-ზე შემეკითხა ერთი ადამიანი და ეს არის ტერმინი ედიშერ ჭელიძეს საყვარელი ეს ესმის მას ეს ტერმინი პირველად ჩნდება მის ნაწერებში მის საკანდიდატო დისერტაციაში მან გრიგორი ნოსელის 6 დღეთა ტექსტი გამოსცა დაწმინდელის თარგმანი თუ არ ვწდები და დაურთო გარკვეული კომენტარები იქვე ლაპარაკო ზიან ღამეზე და რაღაცას ისეთი და იქ არის ეს ტერმინი რა და იქიდან მოყოლებული ედიშერი ამ ხაზს ესე იგი იცავს რას ნიშნავს სიტყვა ეპექტასისი ეპექტასო აღარ მახსოვს ზუსტად როგორ თარგმნეს ედიშერი მაგრამ გადაწვდომას ნიშნავს რაღაცას რომ ყოველ დაინახა და რაღაცას გადაწვდები გადაწვდომას ნიშნავს მიწვდი რაღაცას ესე იგი მუდმივი მდგომარეობა როდესაც ღმერთის შემეცნებაში და შესაბამისად ნეტარებაში იზრდები და მუდამ დაუწყურებელი ესე იგი დაწყულებადი წყურვილი გაქვს მუდმივი ესე იგი ერთი მხრივ მდგომარეობა რომ წარმოიდგინოთ რა რომ ვისაც 80-იანებიდან ხარ და 70-იანებიდან გეწოდინებათ ახალგაზრდა როცა ხარ და გუშინდელი ნაბახუცებზე ლუდის რიგში რო დგახარ სანაპიროზე და შუა დღე არა 11-ია თავი გისკდება ყელი გამშრალი და ჩამოასხით ერთის უნდა დალო და შენი რიგი რომ მოვა და რომ მოწრუყო სიამოვნება რომ არის თან გრილი თან ისათან აი ახლა აი იმ დროს როდესაც აი პირველ ყულს დაგაწყულა თან ლუდის სიამოვნებას კიდე მეტი რო გინდა ჯერ კიდე რომ მეტი გინდა რა და კიდე მეორე ყულს რომ მიაყოლები და კაუ მაგრა გამოსწორდა და კიდე უფრო მეტ მუღამში მოხვედი აი ესე რა აი გახურდა ფეხბურთზე რომ შედიან რა თავიდან და თავიდან ხო ყველა მიწის რომ საცალ უნდა ეჩხუბო იქ უხეში არ უნდა იყო ჩხუბი არ უნდა დაიწყო მეტოქე არ უნდა გამოგიწევს მაგრამ თამაში რომ შედიხარ და პირველი წუთები რომ გაურკვევლობაა და დაძაბული ხარ და მე უცებ რომ გაიხსნება და ნენლად და შედიხარ ექტასში და მთელი გარესამყარო რომ იკარგება და მარტო შენ თამაშზე ხარ კონცენტრირებული და კი გიჟდები რომ მეტად და გემატება მუღამი აი ესეთი მარადიული მდგომარეობა და მარადმატებადი მდგომარეობები ღმერთი მიუწვდომელია როგორც ასეთი და შენ მას უნდა მიწვდე თვითონ ტერმინი ეს არის მდგომარეობა რომელშიც იქნება ქნილება ადამიანი მას შემდეგ რაც სამოთხეში მოხდება თქვა ეს მარტივად ხონდება ეს ამ ცხოვრებაშიც დაახლოებით ესე არის ყველაზე ესეთი კურსერკერა ყველაზე მეტად დაწვრილებით ბევრი ცხოვრების აი ეს ასპექტები აღწერა სოფრონის სახაროვმა, როდესაც ბერსილუანზე წერდა, მაგრამ მის ნაწერებში განსაკუთრებით ესეთი ისლადა ვიჯიც ბოგა გაკონიეს იხილოთ ღმერთის ხილვა როგორაც ის არის იმ ნაწერში საკმაოდ ძელი წიგნია
იქ ის დეტალურად აღწერს რეალურად თავის ბიოგრაფიას. თუ მანამდე ის რაღაც თეოლოგიურად ცდილობს აღწეროს შეაფასოს სილვანის ცხოვრება და სილვანის ნაწერები, აი ამ მეორე წიგნში მეცხვებიც აქვს. იგი რაღაც აჩვენებს უკვე თვითონ როგორ არის, თვითონ როგორ განიცდა რა ეტაპები გაიარა. რაღაც ავტობიოგრაფიას ავით ნებავთ ახსარება და ვთქვათ მას და იქ ის დეტალურად გულწრფელად ამ წიგნში უბრალოდ დეტალურად არის აღწერილი ყველაზე მკაფიოდ არის აღწერილი ნელ-ნელა ზრდა ნელი ზრდა საღვთო შემეცნებაში ნეტარების განცდაში და ასე შემდეგ. თუმცა ამბობს რომ ცხოვრებაში ეს მაინც ნაწილობრივია ბუნდოვანის სარკე როგორც პავლე მოციქულიამს. პავლეც ისეც მაქსიმეც იყენებს ამას, ასეთ ბუნდოვან სარკეს. ჩვენი ერთ-ერთი ისტორიკოსი, თეოლოგი ისტორიკოსი ასკუნის რომ აქ ბუნდოვან სარკეზე არ ლაპარაკი, აქ ლაპარაკია გაპრიალებულ ესოპროა ესეთი სიტყვა არის ესოპრო ბერძნულად. ეს არის რომ გაპრიალებული სპილენძ, ესე იგი სარკეში კი არ ხედავთ საკუთარ თავს. ეს სიტყვა სარკეთ კი არ უნდა იყოს, არამედ გაპრიალებული სპილენძია. არ ამგონია ხა ეს ათონელებს გამოპარებოდათ. ესეთი ამ ეტიმოლოგიას რაიმე დიდი მნიშვნელობა ქონს. შეიძლება ბევრი რამე ფილოსოფიური ტერმინი ან რაღაცა, მაგრამ ყოფითი ტერმინები გამოპარებოდათ, არ მგონია, იმიტომ ისინი რეალურად ფლობდნენ და ბერძნულ ენას და 16-ათონელისთვის საერთოდ ბერძნული ენა იყო პირველი ენა და ქართული მერე ისწავლა და ხოდა იქ ღვთისმშობელმა სწავლა, მაგრამ რეალურად პირველი ენა იყო, ესე იგი შეუძლებელი ხარ ამას პირველი ენა თან წინიერი კაცი იყო თან როგორი იყო რომ გრიგორის ტექსტებს და წინა მაგის უდიდეს მნიშვნელობის ტექსტებს თავისას ურევდა და სხვათა შორის რასაც ურევდა მეკუთიმე იმაში ვერ შეიძლება უბრალოდ ხა ესე თქოს არ შეიძლება ხა იმას სხვა ამოცანა ქონდა, მაგრამ აი რაღაცას რომ შეურევდა სხვის ნაწერს რა ის რასაც შეურევდა ეს რაც კონკრეტულად მისი იყო ექვთიმესი იქ ერთი თომილება არ არის. რამდენადაც ხა ვიცით რა, რამდენადაც მე ვიცი. ამინახავს ერთ პატარა თომილებას ვერ წააწყდე. შეიძლება უსამართლო იყო იმ ავტორთან ვისაც თარგმნიდა. მაგრამ აი ზოგადად მაშინდელი საეკლესიო სწავლება იქნებოდა თუ რაღაც კონტექსტი თუ ენა ბერძნული ენის ცოდნაც ვერ დააყვედრებ ადამიანს ნამდვილად ყველაფერი გამართული და მეტიც იქ მე მახსოვს მაქსიმე აღსარებელსიც აქვს რაღაც ნაწილი ექვთიმეს აღარ მახსოვს პიროსთან სიტყვის გება თუ რომელიღაცა იყო აღარ მახსოვს და აღარ მახსოვს აი ხა დიდი ხნის წინამდელი ამბავია, მაგრამ მახსოვს რომ მაქსიმის ეს ფრაზა ესე იგი ეს მონაკვეთი რა რომელსაც ექვთიმე თავისუფლად თარგმნის და რაღაცებს უმატებს იქ ის სხვადასხვანაირად არის გაგებული თარგმანებში და რაღაცეებში და საერთოდ თეოლოგების მიერ რაღაც მე მაშინ სხვადასხვანაირად გაიგებოდა ოდნავ ამენ ცოტა ეტიკული კაი აი ექვთიმეს გაგება იყო აბსოლუტურად სწორი. ესე იგი მაქსიმეს დაბრალო მაქსიმე არ ესმოდა ექვთიმეს ვერ იტყვი რა ესე იგი იმდანაც ის რთული ადგილი ისე მარტივად ხონდა ახსნილი და გახსნილი რომ აი ეს რთული ტექსტი რომელიც ინტერპრეტირება იმის გამო რომ ჩახლართული სინტაქსია ცოტა ბუნდოვანი და გაუგებარი ხდება ექვთიმესთვის აბსოლუტურად გამჭირვალე იყო. ეს იმდენად კარგად ფლობდა ის ბერძნულ ენას, ნუ მისი დედა პირველი ენა იყო და ექვთიმეს დააბრალო რომ იქ სარკე ვერ განასხვავა და რაღაცა. ესე დაპრიალებული სპილენძი რა. ხო, ნუ და მე აქედან რასაც კვნის აღარ მახსოვს ის ქართველი თეოლოგი ისტორიკოსი, მაგრამ
აღარ მოხდა ამას აწვება რა. ნუ მე მგონი ამას იმ კონტექსტში ამბობს, რომ ესე იგი ახალი აქმის ჩვენი ტექსტები კვლავ საჭიროებენ გადახედვას, ესე იგი შესწავლას, პროგრამად ჩასვლას და ეს მოიყვანა, რომ აი ესეთი მცირედი რაღაცაც კი შიც კი გვაქვს პატარა აცდენა რა, ასე ვთქვათ და წარმოგიდგენთ, რამდენი რამე ეგეთ შეიძლება იყოს. ნუ მე მგონი ესეთ რაღაცას ამბობს. ეს მაშინ სწორია, აბსოლუტურად სწორია. ხო და თუ ჩვენ ამ ცხოვრებაში რაღაც ბუნდოვნად საკითხი, მე პირისპირ ყველაფერი გამოგვეცხადება და ფარდა ეხდება საიდუმლოსას. ესე იგი თუ ის იდუმალია და დუმილს რაღაცაზე უნდა ვიდგეშტეინივით ის რაც ფილოსოფია გვეხმარება, მაგრამ მე არის რაღაცა რაც ხამს დუმილი ჯერ არ სტუმილი. ხე დუმილები მისტიურად უნდა მივუდგეთ, ნუ არის და ნუ ჩვენ ამას ბოლომდე ვერ ამოხსნით ეს. კანტთანაც არის ანტინომიების თქვენ ერთნაირად შეიძლება დავადასტუროთ. მაგალითად კრეაციონიზმი რო ღმერთმა შექმნა სამყარო და შეიძლება დავასაბუთოთ რომ ეს არ შეუქმნეს. ეს ორივე ერთნაირი საბუთი ეს ანტინომიები არის, ესე იგი რაღაცა მტკიცებულებით, რომელიც ორივე სწორია, შეიძლება მიხვიდე ისეთ ორივე სწორ დასკვნაზე მიხვიდე. ღმერთი ერთია, მაგალითად ხა ჩვენებურად რო გამოთავა და ღმერთი სამია, რომ ქრისტეს პიროვნება ერთია, ორი ბუნება. რაღაცა არის რაღაცა, რაც ორივე შეგიძლია დამტკიცო. და მე რომ ეს ირჩევ. და ამ კრიტერიუმად ბასილი დიდის აქვს გამოყვანილი ერთგულება. რომ ერთგული უნდა იყოს რაღაცის. და ის ამბობს, რომ ჩემი დედის და ბებიის წმენის ერთგული ვარ. ხო და მე ამას თანამედროვე აი ჟიჟეკით და ბადიუც ამას რაღაცას ჭეშმარიტების ამ კრიტერიუმის დაახლოებით ერთგულება, ანუ ავირჩევ რაღაცას და იმას მე ვერდგულობ. ერთგულება პისტის. ბერძნულად პისტევო და იმპისტოსინი არის აი მინდობა. ერთგულ პისტოს ანთროპოს, ესე იგი ერთგული ადამიანი არის ამბობენ. პისტი არის წმენა. სარწმუნო ადამიანი კი არა. ხო. ესე იგი ეს ედიშერი თარგმნის გადაწვდომით, მე თუ არ ვწდები, ვიწვდომით. თვითონ ახლა ეტიმოლოგიურად ეს უკვე მე ახლა ჩემი გაჩმახება მოდის ეს ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მაგრამ ნუ მე როგორ მესმის. ეხა არის ესეთი დავა ეხა უფრო პრინციპში ეს დავა უკვე მორჩა დასრულდა ეს, მაგრამ ეგზისტენციალური ფილოსოფიის განსაკუთრებით სარტრის გავლენით იანარასმა და ზიზულასმა ეს მიუსადაგეს ტრიადოლოგიასაც და ანთროპოლოგიასაც, ესე იგი ბუნება არის კანონი შემზღუდველი პიროვნებისა და აი ბუნებას რო აღემატები, გაექცევი ბუნებას. ეკსტაზირებ ბუნებისგან, ასე გარე გარაბიჯებ. გარე გააბიჯებ. ნახე ეპექტასის და ეკსტასის. გარე გააბიჯებ. შენი ბუნებიდან, აი ეს არის უკვე პიროვნება. ესე იგი პიროვნება არის, როდესაც აი ამ გარე შეზღუდულობიდან, რომელშიც არის ადამიანი მოქცეული, ხო? ადამიანი შებუჭილია თავისი სხეულით, გენეტიკით, საზოგადოებით, თავისი ფსიქოლოგიით, ქვეცნობიერით, ну გარე ვითარებით, ამინდით, და აქვს ყველაფრით რა, და ეს არის ბუნება ჩვენი, საერთო ბუნება, რა საერთო თვისებებით.
და ამ საერთო ვითარებაში ამ საერთოობიდან შენ უნდა ამოყუნთო და ესე იგი ამისგან ყველაფრისგან ექსტაზი უნდა გააკეთო, აქედან უნდა გამოვარდე და მოყავთ რომ აი მაგალითად ღმერთი არის სიყვარული და ღმერთმა სამყარო შექმნა სწორედ ექსტაზირება გააკეთა ბუნებიდან და გამოვიდა ენერგიებში არც ესეთ დაახლოებით და აქედან ესე ვთქვათ ბუნება შესაბამისად უკვე ეს სამყაროც შესაბამისად გამოდის ერთგვარი შემბოჭავი ზღუდეა რომელიც დანაც უნდა გაფრინდე როგორც ბარტყი ბუდიდან და ამ შემთხვევაში დაახლოებით მე ამას ვეყრდნობა მათი იანარასის ტიპიური ნაციზმი ბერძნული ნაციზმი როგორც არ უნდა შეაფერადოს და ზიზულასის მიერ რომელიც მთელი ცხოვრება წერდა რომ ეპისკოპოსი თავი ძამჭირო კავშირში უნდა იყოს და ეპისკოპოსი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ეპისკოპოსი თუ ის კავშირშია მჭიდრო კავშირშია თავის სამრევლოსთან თავის ადგილობრივ ეკლესიასთან თვითონ ხდება შემდეგ ნომინალური ეპისკოპოსი მის კარზე აქვია სოფლის საკუთრების კარზე სწორედ აი ამ მოტივით რომ ეს სამყარო დასავლეთი რა ასე ვთქვათ არის ნაკლული და მათ სწორედ აი ამ სამყაროდან რაღაც ერთგვარი ნიშნული უნდა მოძებნოს რომლის მიმართაც ის ასე გარე გააბიჯებს ესე იგი ექსტაზირებს და ესეთი არის მისთვის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო რომელიც ისტორია რაღაც აერთიანებს ისტორიას და მომავალს და ესკატოს რაღაც ეგეთ რაღაც რომ სამყაროდან გაქცევა რაც კათანამდრო უკვე თეოლოგებმა ბევრმა აჩვენა რომ ესე არ არის ან გუშინ რამდენიმე დღის წინ მაქსიმეს ერთ ტექსტს მე ედის შესაძლოა არ მინდა იქ არის სწორედ სიტყვა სადაც ამოს რომ ღმერთი იესო იმდენად სრულია რომ ის თავიდან არსად არ გადის აი ეგ ტერმინი ექსტატა ამ გასვლაზე აქვს ექსტასის ერთ-ერთი ფორმა რა ესეთი გრამატიკული ფორმა ესე იგი იმავე სიტყვას იყენებს ესე იგი ექსტაზი არის მდგომარეობა როდესაც საკუთარ ახლა და აქობას ტოვებ და რაღაცისკენ მიდიხარ მაგრამ ეხლა ეს აღარ არის აღიარებული ეს ექსტაზი და მაქსიმესთან არავით არის თავიდან გამოსულა არასებობს შენ ყოველთვის შევი იქ სადაც ხარ და ექსტაზირებს სწორად შენივე ბუნების შესაძლებლობისკენ შენივე ბუნებაში ჩადებულ უამრავ სხვა პოტენციას სკენ და შენ ესე იგი შენს ბუნებას ამუშავებ მილიონ ტრილიონ სხვადასხვა საშუალებით და ხერხით. ამაზე რატო გეუბნებით? არცად არ გადიხართ. აი სიტყვა მაგალითად ჩვენეული სიტყვა გადაწვდომა რაღაცას რომ მიწვდები შეიძლება შენ მიწვდე რომ ახტე. აი მაგალი თარო არის მაგალითად რაღაცა და მოწყდი მიწას ახტი და მიწვდე. აი მაგალითად შეიძლება თვარეს მიწვდე. ესე გაფრინდე რაკეტით. ხო? ესეთი რაღაცა რაკეტით გაფრინდე. ეს არის რომ მოწყდები და აი მოწყდა ადგილს ისი და ფეხბურთი გამახსენდა კომენტატორი ყავდა ჯამლეტა ხოხაშვილი კი არა ერთი იყო მეორე იყო და ჯუღელი იყო აი რატო უშვებენ ბავშვებს ბიჭო ამ ველოსიპედებით მე მეშლება 1000 მანიაკი დადის ამის დედა და აი ხა მანქანა რომ ჩამოიაროს ისე წაიყვანს და მოიტაცებს ამ 1000 უბედურობა ხდება და ასე პატარა ბავშვის გამოშვება როგორ შეიძლება თო ვიცი მეც უშვებდი ხოლმე დეგენერატირობა მაგრამ ეხლა რაღაცებს უყურებ ხოლმე რა და 1000 მანიაკი და უბედურობა დადის არა სად უშვებ ამ ბავშვებს რა ველოსიპედით იქაც გატაობენ ხოლმე ხო თან ბიჭო რა ეხლა დაყურეს ბავშვი ბორბალს გაერთობა და გადავა იმ ველოსიპედით ამ გზაზე ხეს გზა მეტნაკლებად 7-ია მაგრამ მაინც რა ვიცი ხო
ხო და აი ტასი ბერძნულში ეპექტასი სტასის ნახეთ როგორ არის ექსტასია ექსტასი არის გაჩერებას ნიშნავს ექსტასი გაჩერებიდან ამოძრავდები ასე არ შეყოვნდები სტასი არის შეიძლება ვთქვათ ყოვნით შეიძლება შეყოვნება დააყოვნი ყოვნი რო ვთქვათ რა ყოვნი აი ყოვნიდან გაჩერებიდან სტასი ახალ ბერძნულში ავტობუსის გაჩერებას ნიშნავს ხო სტასი არის დგომა რა ან გაჩერება შეიძლება იდგემა რა სტეკომე არის მაგრამ გავარ იპოსტასი რა ესე იგი ქვემოდან რაღაცა უდგას ქვეშეყენებული არის ბიჯი გარე გაბიჯებას იმიტომ ამ ბიჯი ესე იგი სტასიდან გარეთ გამოვიდა არა გქხა ბიჯი გააკეთა და ბიჯგი გარეთ გაბიჯგინდა ბიჯგიდან რაღაცა ბიჯგიდან დაბიჯგინებ ბიჯგი ხო ზა ბიჯი შეუყენა ბიჯგი შეუყენა აი ბიჯგი და ეს ბიჯიდან გაბიჯებ ესე იგი ვე ამოძრავდებ ხო და სიტყვა ტინო ეპექტასი ტასი არის ესე იგი მიხრა მიდრეკილა და ესე ვთქვათ არა ტინო არის წელვა ჭიმულა ესე იგი თუ ასეთი იანარასისა და ზიზულასის თეოლოგიის მიხედვით ჩვენ გვაქვს სწორედ მიწვდომა ესე იგი რომ ახტები და ადგილს მოსწყდები და საერთოდ რაღაცისკენ მილკით არისკენ რაღაცისკენ ისრაფი აი ამ სიტყვა ეპექტასისში არ არის ადგილიდან მოწყდომა ის არის ადგილზე რჩები, მაგრამ რაღაცნაირად გაიჭიმები, გაიწელები. დიდებიდან დიდებადო, ესე. ამბობს პავლე მოციქული და იონე ოქროპირსაც აქვს ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ დიდებიდან დიდებისკენ, ესე ამავე ცხოვრებიდან იწყება ეს დიდებიდან დიდებისკენ სვლა. ესეთი რაღაცა პავლე მოციქულის არის, დიდებიდან დიდებად. ესე იგი შენ ფესვებს კი არ წდები ეს ენაში არის ჩადებული ხოლმე რაღაც ესე კოდებივით რაღაცები არ ვიცი ხარა ფსიქოლოგები ამბობენ ზოგიერთი რომ ის მოქმედებს გეცნობერი ზოგი ამბობს რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს შევეცადე ამის შესახებ რაიმე განსაკუთრებული ლიტერატურა მომეძებდა მაგრამ არ არის ეს არის რაღაც გარკვეული ნუ ჯერ ბოლომდე შესწავლილი და დადასტურებულიც არ არის ეს თეორია რომ აი მაგალითად ეს ეტიმოლოგიური ფუძეები სიტყვის შემადგენლობები და ფუძეები ჩვენ ქვეცნობიერზე მოქმედებენ თუმცა ის რომ ენა არის ის რაც ჩვენ აღვიხსენს სამყაროს და სწორედ ამ აღწერილ სამყაროში ორიენტირდებით და ჩვენ ცხოვრობთ ეს მიღებულია ნუ ფილოსოფოსებისგან ყოველ შემთხვევაში ეგრეა ხო ესე იგი მაგალითად ფერს ხედავ მხოლოდ მაშინ თუ ამ ფერს ქვია სახელი დანაირად ჩვენ ცნობიერად ვერ აღვიქვავთ რა ამიტომ უნდა ერქვას ფერს სახელი აი მაგალითად ძველ ენებში არ არის ფერთა ძალიან ფერები ძალიან შეზღუდული რაოდენობის ფერებია და საერთოდ ფერები მრავლდებიან ყოველ წელს თქვენ და ჩვენ ყველანი ახალ ფერებს ხედავთ და ფერთა სიმრავლე სწორედ იმასთან არის დაკავშირებული მრავალთა ფერითა თუმცა იმ მრავალთა ფერითა უბრალოდ ფერი გვაროვნებას ნიშნავს გვარობას ნაირობას ნიშნავს მაგრამ აი ფერის და ნაირობის და აი ფერს ძალიან მნიშვნელობას ანიჭებს გოეთე მიწერია ამ შესახებ და სწორედ აი მაგალითად ფერის როლი დელესთან და ის ლექციების ციკლი აქვს 8 ლექცია შესანიშნავი აი ხა გამოვიდა ინგლისურად ნაწილი წავიკითხე და ახსაფრთოვანებელი და არის დელეზის ლექციებია სწორედ მხატვრობას სადაც აი ამ ფერს უკავშირებს სწორედ ჩვენ აღქმის ნაირობას ესე იგი სამყარო რაც უფრო მეტად ფერადოვანია ის ესე იგი ჩვენ მას მრავალგვარად მრავალნაირად მრავალფეროვნად აღვიქვამთ.
ესეთ არის ფერები, ასეთ რაღაც. ამიტომ აი ამ სამყაროში ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ სხვადასხვა ფერები და ვთქვათ მათ სახელები. და აი ეს არის არა ბუნებიდან გაქცევა, ექსტაზირება, არამედ ბუნებისკენ ექსტაზირება. აი ეს შეუსწორე ზულას და იანას. ხო და აი მაგალითად ეპექტასისი არის სწორედ ჩემი გაგებით რომ ეს არის სწორედ აი ასეთ იმას აღწერს როდესაც შენი თავიდან რაღაცისკენ გადაიჭიმები კი არ მოწყდები შენ ფუძეს შენს ბუნებას შენს მეობას არამედ მას გაამდიდრებ და ახალ ასე ვთქვათ სინაფსების ის რომ ავიღოთ მაგალითი აი როგორ ხდება მაგალითად ჩვენ ტვინში როგორ ხდება გაგება რომ სინაფსების პატარა ასე ვთქვათ უჯრედული წარდანზარდები ისინი გადაიჭიმებიან ერთმანეთის მიმართ რაც უფრო მეც ამეცადინებ მაგალითად კენწულას ბურთის კენწულას ამეცადინებ კენწლაში მეცადინებ აი კენწულასთან დაკავშირებული რაღაცებს რომ შენ ტვინში ხდება მოძრაობები იმათ შენ ავარჯიშებ შენი სინაფსები იზრდება და შენი სინაფსები ახალ კავშირს ამყარებენ და ის რაც შენთვის იყო ესე სავარჯიში და მიუღწეველი შენ აი ამ სინაფსებით რომელიც შენ ტვინშია ესე შენ ტვინში სხვადასხვა წეტილებს შორის წარმოიშობა გაებმება ძაფები და რაც უფრო მეტია ეს ძაფები გაბმული მით უფრო მეტია კავშირი ასოციური უნარი მით უფრო სწრაფად მოქმედებს და კარგად მოქმედებს შენი სხეული და ასე შემდეგ მაგრამ ეს ყველაფერი მაინც შეება ტვინში აი დაახლოებით ესეთი რაღაცა ხდება ადამიანის ეპექტასის სოწე შენი ადგილიდან რაღაცა აი წამოდგეთ ატომია მოლეკულა და ამ მოლეკულთა ჯგუფი და ამ მოლეკულთა ჯგუფში ხდება რაღაცა ინფორმაცია იმპულსი მიდის დენის იმპულსი ამან უნდა იმოქმედოს რომელიღაცასთან თანხმობაში გადასცეს თავის იმპულსი იმას და იქიდან მიიღოს მეორე იმპულსი რომ რაღაცა ან ფიქრი, ან სხეულის მოძრაობა, ან განწყობა, ან რაღაცა ენაში, ენური, ან ხედვა კარგად დაენახო. აი მაგალითად lazy eye რომ არის, ესე იგი ქვია რომ ზოგიერთ ბავშვში იმის გამო რომ ერთი თვალი ცოტა არის ირიბი, ესე იგი ელამი ოდნა და ამიტომ twins გადაეწოდება ორივე თვალიდან ცოტა განსხვავებული მონაცემები გარესამყაროდან შემოსული. ამიტომ ტვინი ზოგის ტვინი მაგალითად აკეთებს იმას, რომ ამ ორი სხვადასხვა წყაროს ჰარმონიზებას აკეთებს, რომ დაინახოს კარგად. ან გადაწყვეტს, რომ არ მიმართულებით კი არ განვითარდეს, არამედ ერთ თვალზე კონცენტრირდეს და მხოლოდ ერთი თვალის მიმართულებით განვითარდეს და მეორე თვალი და მოსულ იმპულსს ორი თვალით საღია, ტვინით საღია, მაგრამ მათ შორის არ არის გამული სწორად დაფიქსირებული გამული სწორად ეს სინაფსური კავშირი არ არის შექმნილი ტვინში. ეს არის ეპექტასისი, რო წარმოიდგინეთ ეს არის ქსელური სისტემით უნდა წარმოიდგინოთ დღევანდელი ეპექტასისი. ედიშერ ცოტა არ იყოს სწორხაზოვნად აქ ეს ეპექტასისი გაგებული, როდესაც ჩვენ ღმერთისკენ გადაწყვეტები და თითქოს ისე გამოდის, რომ ღმერთისკენ უკანას ვივიწყებ, წინას გადაწყვეტები, აი ესეთი მომენტი აქვს, როდესაც უკან რაც ხდება, ამას ყველაფერს ვივიწყებ და იმისგან ვექსტაზირდები, მივიდივარ რაღაცისკენ მოვწყდები იმას, ვივიწყებ და გადავიდე. აი მაგალითად ქართულ ენაშიც უნება არის მაგას სიტყვა გადავწყვიტოთ საკითხი, ხო? Decide. ინგლისურად არის ავირჩიოთ მხარე. Decide. რომ მხარეს. მაგრამ ეს D ორნაირად მოქმედებს ამ ენაში. D არის ესე იგი ერთ მხარეს გადავდიხარ, მაგრამ შემდეგ ხელახლა ისმის უკუს მნიშვნელობა, აი. ესე იგი უკან აღადგინა ედიშერიც ამბობს ხომ უკუ აღადგინა. უკან და ახოთ ესეთი უკურღვევა, აი მაგალითად დეკონსტრუქცია ნიშნავს უკურღვევას. ეხლა რას უძე ერთი მხრივ არის არ ღვევ, ესე თავის პირამდელი დარღვეული მდგომარეობისკენ, მაგრამ უკუ არ ღვევ არის, ესე იგი არ ღვევ და ისე უკან ამოყავს შემდეგ
უკან აშენებ. ესე იგი უყვარღვევ, არღვევ და აშენსაც ნიშნავს. აგებსაც ნიშნავს და ამ გაგებით ეს მოგეთ ეს ეპექსტაზის ესეთი წარმოდგენა. აი ამ 5-10 წლის წინ იყო ერთი კვლევა. სტატია იყო ესეთი, სადაც უკვე არა მართლმადიდეს მე უბრალოდ განხილული იყო აი ეს 64-ში ჩვენი არსებობის აღწერები როგორ არის თუნდაც მართლმადიდებლობაში და არის დასავლეთში, მაგრამ მე ამ შეხედავ აღმოსავლეთ მომხრე დამაინტერესა და სწორედ იქ იყო ორი მსგავსი რაღაცა, როცა არის მარადი მოძრაობა, ის როგორც ეპექტასისის გრიგორიშო და ის ამას რომ გრიგორის ეს მომენტი არ მიიღესო, არ მიიღო ეკლესიამ და მაინცო ეს კი არის გრიგორისთან ეგრეო, მაგრამ მანდა მაინცო ესო არ არისო მიღებულიო და მართლმადიდებლობის მიერ და საბოლოოდ ესო მაინცო ფორმდებაო მაქსიმე აღსარებელთან და მოყავს როგორ არის აი კინტოსტას ესე იგი მარად მოძრავი ყოვნი, მარად მოძრავი შეჩერება, მარად მოძრავი დგომა. ან აი კინტოსტასი და მეორე არის სტასი აი კინტო კი არა. მოძრავი უძრაობა რა რაღაც ესეთი უცნაური რაღაცაზე. აკინიტო კინისი. რაღაც ხო უძრავი მოძრაობა მეგონი ეგრეა მე. ისე ერთს და იმავეს გამო. ამაზე არის დაწერილი უზარმაზარი ძალიან კარგი სხვათა შორის ძალიან კარგი დისერტაცია 2017 წელს აქ ორიგონის შტატში დაიცვეს უნივერსიტეტში ერთმა ბერძენმა სადაც თელი ეს 300 გვერდიანი რავი რამდენი გვერდიანია მაგრამ საკმაოდ ძიმედ დაწერილია სხვათა შორის წიგნი მთლიანად არის მიძღვნილი აი ამ აიკინტოსტასის მოძრავის მოძრავის შესახებ. ხა ის ავტორი რო გითხარით, რომელიც ამბობს, რომ საბოლოოდ გაიმარჯვოს სწორედ უძრაობამო. ესე იგი, ადრეს მითქოს, რომ მაქსიმესთან თითქოს ადამიანის პიროვნება ნიველირდება და ადამიანი რაღაცა იყინება, რაღაც ერთგვარ უძრაობაშია, ის მიშტერებულია ღმერთს და ვერაფერს უღარ ხედავს. მაგრამ მათ ცოცხალია მაინც რა, რაღაც ამას ნიშნავს. ესე იგი, მთლიანად იკარგება ადამიანის აი ხა ჩვენი ეს სამყარო მთლიანად და მაქსიმესთან არის ბევრი ესეთი ისე რომ უკანასი ვიწყოს წინ მიისწრაფის ეს პავლე მოციქულის. გამონათქვა მის ხშირად აი რომ მაქსიმე ამბობს რომ აი ამ სამყაროს დაივიწყებ და მხოლოდ ღმერთს ჯვერ და დგები ღმერთისკენ პირისპირ და აღარ გაინტერესებს სამყარო ეს ნეოპლატონური ტერმინებში ამბობს ხოლმე ამას და ზოგი მიიჩნევს რომ ეს არის ერთგვარი ადამიანის ინდივიდუალურის უნიკალურობის საბოლოო წაშლა. ხო, მაგრამ ეს ავტორი ამას არ ამბობს და ეს ავტორი აჩვენებს რომ ეს არის უბრალოდ აპოფატიური მდგომარეობა, ესე იგი, როდესაც უბრალოდ სიტყვით ვერ აღწერ იმას, რისი აღწერაც გინდა. ესე იგი, არის ამას ხა ყველა მარტო მაქსიმე ხო არ ამბობს არა? ამას ამბობს დანტე, ამას ამბობს მარდაშვილი, რომ ესე იგი, მაგალითად მე მაგის კიდე ციტატ და ესე იგი, გამოთქმული ჭეშმარიტება ტყუილია. რატო? იმიტომ ის რაღაც ფორმაში, რაღაც ჯერთი როცა უკვე გამოთქვა, შენ უკვე ის განცდა, რომელიც ის შენი ის მისტიკური რაღაცა შენი ღრმა შინაგანი განცდა, ის შენი შინაგანი ღრმა განცდა, უკვე წასულია. შენ უბრალოდ ცდილობ ის გაიხსენო და მეორე ნაბიჯზე აღწერო. მოგე ეგეთი რაღაცები ხდება, რომ ჩვენ ესე იგი საკუთარ ჩვენ განცდებსაც ხა სტუდენტებისთვის მომყავდა ხოლმე ეს მაგალითი ხშირად. აი წარმოიდგინე ხა მეთქი რომ რა კაგი ჯაგლი ხავდა. წარმოიდგინე რომ მეთქი აი მაგალითად მოვიდა ადამიანი და თაფლი არ აქვს
ცხოვრებაში ნაჭამი რა. არ უჭამია თაფლი. მოხდა ეს. ნუ დანჩეთ აბსოლუტურად იდენტურები ვართ. ანუ ერთ-ერთი თაფლი არ უჭამე, ხა შენ უნდა აღუღწერო იმას თაფლი. ისე რომ იმან ის გემო იგზნოს რა. ხო შანსი არ არის. ვერ აღუწერ, რაც არ უნდა თქვა, როგორც არ უნდა ალექსის არ უნდა დაწერო, როგორც არ უნდა დაწერო. სანამ თავს არ აჭმო. მანამდე ნუ ვერ გაიგებს ზუსტად იმას, რასაც შენ ვერ აღწერ. ბლანტია ის არის ტკბილი ამის გემო, იმის გემო, შეიძლება დაანაწილო, დაახარისხო. აი ამ ინტუიციაზე აქვს მე მაგალითად ანრი ბერგსონს ხანგრძლივობისა და დროის განსხვავება და ასე. აი მაგალითად ხელის მოძრაობა რო შენ აღწერო, აი მოვაძრო, ხო ხელი. ეს არის ხანი მოუნდა. და ეს არის ნუ ჩოვლები, მე ამას განვისთ. ეს ზენონის პარადოქსის სკავსიც არის რა ესე. შენ თუ დაიწყე ყველა დეტალში, აი ამ მომენტში რომ არის ხელი, მაგალითად, აი ამ მომენტში რომ არის ხელი, ყველა მისი დაეხლა ეს აღწერო და აღწერო, აი რა ხდება. მე 1 მილიმეტრის ან 9 მილიმეტრი მოვწი კიდე ხელა აღწერო. აი ამ აღწერებით რო წახვიდე, ვერასდროს ჯეთი ამ ხელის ერთ მდგომარეობაში ყოფნას ვერ აღწერ. და მე მეორე მდგომარეობა, ნუ კარჩი ვერ აღწერ მოძრაობას რა. შანსი არ აქვს. ვერ გააკეთებ, აი ამ მოძრავ და შეიქნა უკვე, აი გაიგი უკვე ის აი ეს ინტუიცია დევს ამაში. როდესაც ქართულებს გვაქვს ეს გადავწყვიტოთ, ესე იგი, სადაც უცრო აი გაწყდეს, ეს მეორე ნაწილი მოიშოროთ, ხო რომ აი ილუსტრად ნიშნავს decide, ესე იგი ამ მდგომარეობაში და მეორე საიდიც არის, მეორე მხარეც არსებობს. კი არ წყვდები, არსებობს და შეიძლება დაუბრუნდეთ კიდეც იმას გარკვეულ ვითარებაში. მე ეს აისახება კიდეც ანალიტიკურ ფილოსოფიაშიც და როგორ ხარ სახავენ ისინი ჭეშმარიტებას და ერთ ფილმში არის ჯეკ ნიკოლსონი ის მიყვარს ძალიან ის რო ყურები მოგამისწორდა ეგ ფრაზა რომ შეყვარებულები არიან და ეს ნიკოლსონი და მეორე ქალია და ის ქალი ეუბნება რომ შენ მე მატყუებდიო და არასდროს არ მომიტყუები ხარ როგორ არ მატყუებდი შენ მე თუ ჩემ შულთან იყავე თუ რაღაცას სხვა ქალებში დადიოდიო და მე რაღაცა და არასდროს არ მომიტყუე მე ყოველთვის გეუნებოდიო შენ ერთ ჭეშმარიტების ერთ-ერთ ვერსიას ყოველთვის გეუნებოდიო და ეს ქალეონება არა ჭეშმარიტება ერთია არის ბრავლა არ და სწორედ ამას ეუბნება ჯეკ ნიკოლსონი რომ ჭეშმარიტებას უამრავი ყველაფერი შეიძლება იყოს ჭეშმარიტება თუ როგორ დასახავ მას ესე იგი როგორ გადაწყვეტ ეხლა და აქ რომელს იღებ ეხლა შენ ჭეშმარიტებად და მე იმას კენ მიდიხარ და გარკვეული ნაბიჯების მე შეიძლება შეცვალ მაგალითად არა გადაწყვეტე და всё ადექი ერთხარეს ხარ კოცი ხარ ნაცი არავითარი რაღაცა იქ კოცნაცობა არ მოსული პუნქტია შუა უნდა გაიკეთო ხო ეს სიტყვას ეხლა არ ვიცი ამ სიტყვა ის გამოიწვია იმანეს მე არ ვიცი მაგრამ გეუნე ხო მაგრამ აი ეს აიკინტო სტასი არის ეს მდგომარეობა რომ მდგომარეობაც არ აღიწერება აი ამ დუალიზმით ბინარულობას ეძახიან ქალი, კაცი, არაკი, თეთრი, შავი, მასვიძელი, სტუმარი. აი ეს ბინარულების სამყაროში ცხოვრობ ჩვენ. არასდროს არც ერთი სიტყვა არ არის ცალკე. ყველა სიტყვას, ყველა გაგებას, ყველა ცნებას სჭირდება მისი ანტიპოდი ცნება, თორე ისე სხვანაირად აი წარმოგიდგენთ ეხლა და აქ მარტო მხოლოდ ერთი ფერი. ყოდ ლურჯი, ხო? ურფინჯუშის ქვეყანაში ხარ იქ. ფირუზის ფერია სამყარო. ო ერთი ფერი გაქვს და არ არის არაფერი სხვა ფერი არის მხოლოდ ერთი ფერი ხო საერთოდ ფერობაზე ლაპარაკიც აღარ იქნება ხო დაიკარგე ვაფშე ფერის გაგება და აი ის არც მწვანე არც ლურჯი არც არაფერი ის არის ის რაც არის უნდა აი შენ იმისათვის რომ ერთი ფერი დაუძახო უნდა არსებობდეს სხვა ფერიც უნდა არსებობს თეთრი შავი ლურჯი მწვანე და ასე აი ამ ბინარულობა არ აღწერს ნამდვილ რეალობას ამას ფილოსოფიაზე განსაკუთრებით დერიდა და მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის ფილოსოფიაც აი ეს სწორედ ამ ბინარულებიდან გაყვანას ითხოვენ ხო
კი თუ არა, კი თუ ბოკერია რო აწובה ხომ. კი თუ არა, ეგრე არ არის, კი თუ არა პასუხს ვერ გაცე. პივანფროცივე თუ მოსკოვი რო შორს არის. კი თუ არა. ბიჭო ამაზე არ არსებობს კი თუ. ეგეთი დემაგოგი რომ. აი ესეთი რამე ეფექტას მაქსიმისთვის არის ეს მდგომარეობა, როდესაც ნარჩუნდება პიროვნება, მაგრამ პიროვნება გადადის უკვე ისეთ მოდუსში არსებობის, როდესაც სულ მუდამ ახალ ახლებურად მდიდრდები, ახლა ასე ვთქვათ, როგორც ახლა ვთქვი, ახალ ფერებს აღმოაჩენს სამყაროში და უკვე იმ ფერების მიხედვით აღარ ქვესაურს. აი მაგალითად აი ხა ეს ფერი და მაშინ ახლა მე სხვა ფერს ხედავ, ორ ფერს ხედავ, ერთი არის აქ, რასაც ეკრანზეა და არის რასაც ცოცხლად უყურებ, ხო? აი ხა რასაც ცოცხლად უყურებს, აი ეს ფერი მაგალითად ბუნებაში შეიძლება ვერსად ვერ ნახოთ, ან წელიწადში ერთხელ რომელიღაცა ყვავილი, მაგრამ ეს ფერი არ იქნება, აჰა, მაქსიმუმ ამ ყვავილის ფერი იყოს, მაგრამ ეს გამოყვანილია. არის უამრავი ფერების ქმნით ჩვენ ვაწარმოებთ, ყოველ წელიწადს ახალი ფერები იქნება. რაოჯო, მოვიდით სახში კოკორები. გაიარე ცოტა ინადირე, ცოტა რაღაცა ტვინი გავარჯიშე და დავიდეთ ახლა სახში კოკორები. სახში გარეთ გინდა ახლა აქეთ ყურები სახში სულ არ გინდა. დავიჯობლო მოგინა გოგო, ხო, კაი წე გამოიქცე.